ინტერესებს განსხვავებული აზრის მოსმენა. მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი. გამოცდილ წამყვანებთან და კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს შენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ნახავ და მოისმენ მხოლოდ აქ, საქართველოს ტალღაზე. გამოიწერე ჩვენი არხები და გვისმინეთ სოციალურ ქსელში, YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. მოძებნე საქართველოს ტალღა. ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი. დღევანდელი დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღეს გვექნება ოდნავ განსხვავებული ფორმატი, არ გვეყოლება სტუმარი, ხოლო გადაცემას მე და მერაბ ჭიქაშვილი გავუძღვებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს სინას და მაყურებელს. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით ვინც გვისმენს და გვიყურებს. რა თქმა უნდა, თავისუფალი არხის ეთერში და ასევე ჩვენს ინტერნეტ და სოციალურ ქსელებში მაყურებლებს გამოიწერეთ კიდევ ერთხელ ჩვენი არხები, როგორც YouTube-ზე, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე და როგორც თელგომ თქვა, წელიწადში ერთხელ არის წითელი პარასკევი, საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში და განსაკუთრებით ქრისტიანულ საზოგადოებაში და ამ რელიგიაში და განსაკუთრებით მართლმადიდებლებისთვის ჩვენთვის ეს დღე არის მნიშვნელოვანი დღე, წითელი პარასკევია, ვნების კვირაში არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე და შემდეგ რა თქმა უნდა ყველანი ერთად ველოდებით მთელი მსოფლიო ელოდება უკვე უფლის აღდგომას და შესაბამისად უბრალოდ არ გვინდოდა ჩვენ რომ რაღაცნაირად ამ დღეს ან ჩანაწერი გაგვეშვა ან თქვათ უქმად გამოგვეყენებინა სატელევიზიო ეთერი, თორე ისე ბევრი მორწმუნესთვის ეს არის მაინც მნიშვნელოვანი დღეა, გლოვის დიდი თარიღია და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ მიგვეძღვნა ამ დღისთვის, როგორც შეიძლება ასე ითქვას, გაგვეხსენებინა თქვათ ბევრი რამ, თუნდაც ისტორიიდან, თუნდაც ჩვენი ყოფიდან შესაბამისად კავშირში მართლმადიდებლობასთან, გაგვეხსენებინა ბევრი ისეთი ადამიანი, ვერ მოვასწრებთ ერთ საათში ბევრის გახსენებას, მაგრამ გამორჩეული ადამიანები, ვინც მართლა თავისი თუნდაც შემოქმედებით, თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობით მართლა ჯვარს ატარებდნენ უფლის და შესაბამისად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული და თან მით უმეტეს ერთი რატომაც გადავწყვიტეთ რომ მაინც ეთერში ყოფილიყავით დღეს, რა თქმა უნდა დღეს არის 59 აღდგომა არის, როდესაც თუ არ ვცდები, როცა უწმინდესა უნეტარესი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქიაც გარდაცვლილი ვერ ესწრება ამ აღდგომის წინვალ დღესასწაულს და შესაბამისად ადამიანი კიდე რომელიც არ არსებობს რომ მარტო დღეს კი არა, საერთოდ მთელი საქართველოსთვის ეპოქალური მოვლენა, ეპოქალური ადამიანი, რომელსაც არ გავიხსენებდით, ან ვერ გავიხსენებდით და შევეცადეთ რომ შეიძლება არ გამოგვივიდეს ისეთი რაღაცა დონის თქვათ, ან შემეცნებით ისეთი გადაცემა, მაგრამ ვიზეც ვისაუბრებთ, რაზეც ვისაუბრებთ, განსაკუთრებით რა თქმა უნდა წითელი პარასკევია და უფლის ჯვარცმის დღეა და გოლგოთაზე ასვლის და შესაბამისად ბუნებრივად ჯვარზე გაკვრის დღე არის. ბევრზე ვერ გამორჩეულად გვინდა რომ რაღაცნაირად შემოგთავაზოთ თქვათ ვისაუბროთ იგივე ერთ-ერთი ისეთ ქართველზე, რომელიც ალბათ ყველაზე დაკავშირებულს ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ვინმემ გამოხატა უფლის
წამების ეს დღე და უფლის ჯვარზე გაკვრა და გადმოსცა სიტყვებით, არ ვიცი, შეგრძნებით, არ ვიცი, ემოციით. ჩვენთვის ქართველებისთვის ეს არის დავით გურამიშვილი. დავით გურამიშვილი, მისი ცნობილი დავითიანი, მისი მოთქმა ღვთისა და აი რა კარგი საჩინო ბუნებრივია. ჩვენ ამის ირგვლივ ვიტრიალებთ, მაგრამ არ შეიძლება რომ არ შევეხოთ თუ ახსენებთ ადამიანებს, ასევე არ შევეხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ფაქტიურად კი ეს ჯვარი ატარეს, მათ შორის თავისი მოღვაწეობის პერიოდში ილია ჭავჭავაძე შემდეგ გახდა უკვე წმინდანად არის შერაცხული და ჩვენ გამორჩეულად თითოეულ ყავს ასეთი ადამიანები მეფეებზე რა თქმა უნდა ბუნებრივად არ ვსაუბრობთ მეფეების გარდა არიან ადამიანები რომლებიც მე-20-21 საუკუნე მე-19 საუკუნეში ასე მოგვიწია ამიტომ გვინდა რაღაცნაირად შევეხოთ სხვა შორის იმ მოვლენებს იმ ეპოქას მაინც დავაკავშიროთ თითოეული ამ ადამიანის ცხოვრება და თუნდაც ჩვენი ყოფა იმ პერიოდში დავაკავშიროთ მართლა როგორი მოწამეობრივი იყო და მართლა როგორი შესაბამისად იყო გავლილი ეს გზა დიდი პასუხისგებლობით, დიდი გამოცდით და ზოგადად მოკლედ რომ ვთქვათ, ვისაუბროთ ქართველებზე და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე გამოყოფით ქართველებზე, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უბრალოდ არ განვაზოგადებთ, ან კი არ მაგრამ უბრალოდ თუნდაც აბოთვილეზე როცა ვსაუბრობთ, რავი, ჩვენთვის კაცი, რომელიც არ იყო ქართველი, კაცის სხვა მწამსის იყო, ალბათ რა ვიცი, ყველაზე ერთ-ერთი, რა ვიცი, არაქართველმა კაცმა გააკეთა, ხო, გამორჩეული წმინდანია. აი ამ კუთხით საქართველებზე, რასაც ახლა ვამბობთ საქართველოზე, მის გავლილ იმ პერიოდზე თუნდაც რა აი და ვარაგიც გვა გადატანილი მუდმივად ყავდა მდევარი ჩვენ ქვეყანას და უბრალოდ მინდა რომ ამ გადაცემით ეხლა ვინც გვისმენს და გვიყურებს და უმეტესობა ჩვენი მრევლის საქართველოს მოსახლეობის იმ ემიგრაციაში ვინც არიან მათაც შევეხოთ რაღაცა ერთმანეთს დღეს მაინც და საერთოდ არის დღეს დიდი ტკივილის დღეა და ვერთიანდები ჩვენ ისე კარგი გვაქვს ერთი რაც გვაქვს კარგი გამორჩეული რომ ჩვენ ქართველები თენგო რაიმე რო გჭირს ქართველებს ახარ ვამბობ გულისხმობ მთელ საქართველოს მოქალაქეებს ტკივილიძოს ვერთიანდებით და ნუ აი მაგალითად დავით გურამიშვილმა კაცმა რომელიც როგორ ცხოვრობდა რა ცხოვრობდა ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მაგრამ და ასევე რამოდენიმე ფილმს გავუშვებთ ჩვენ მომზადებას ჩვენი სტუდიის მიერ მომზადებას მაგრამ მაინც მინდა ვთქვა გულის ტკივილით მინდა ვთქვა და თან დიდი სიხარულითაც მინდა ვთქვა როგორც უწმინდესის გარდაცვალება ჩვენთვის დიდი გულის ტკივილი იყო და დამაბნეველი იყო და შიში იყო ამავე დროს დიდი სიხარული როგორ ვთქვა, მაგრამ დიდი იმედია და ნუგეშია რომ ის გლოსავს ამოთხიდან და ეხლა ეს მორწმუნესთვის მით უმეტეს იმაზე საუბარი რომ ეჭვი შეეპაროს რომ უწმინდესი საერთოდ სასუფეველში ყოფნა მართლა დიდი საიდუმლოა ეს, მაგრამ ჩვენ ხო დარწმუნებით ვიცით რომ კაცი რომელიც ცხოვრებაში რაც გადაიტანა, როგორც გადაიტანა, როგორც იმოღვაწევა რა თქმა უნდა ის იქნება ჩვენ მისი მლოცველი და სხვათა შორის არის ასეთი ხატი მე გახსოვს წინა გადაცემაში მოვყევი მის სიცოცხლეში გოგა ლალიაშვილმა ჩემმა მეგობარმა ის პირდაპირ სადაც ჩვენ მაშინ ჯვარი ვანახეთ სადაც ჩვენ ჯვარი აღმართეთ მის სიცოცხლეში მისცა გოგას კურთხევა გოგა პატრიარქის ცხოვრების ბოლომდე იყო მერე უკვე მის ქვის მთლად ითვლებოდა როგორ შეიძლება ასე ვთქვათ და გოგა დღესაც გააგრძელებს რა თქმა უნდა ამას დააგრძელებს და მისი საფლავი სხვა შორის გოგა და მის სამეგობრო ბატონი პაატა თუ არ ვცდები კიდე ისინი აკეთებდნენ ამ საფლავს და არის ერთადერთი ხატი ერთად კი რქვაზე გამოთლილი ხატია და მის სიცოცხლეში მე მახსოვს როცა მამბესარიელმა უთხრა უწმინდეს თხოვა კურთხევა რომ შეიძლება თუ არა რომ სიცოცხლეში იმ ფრესკაზე იმ ქვაზე ჯვარზე არის რამოდენიმე ფრესკა და ეს როცა გოგამ დაამზადა და ჩვენ დავამზადეთ მაშინ ეს თხოვა მამბესარიელმა უწმინდეს რომ თუ შეიძლება რომ ეს ხატი სიცოცხლეში გააკეთოს თქვენი ხატი და პატრიარქმა ითხოვა ანუ რა იქნებოდა შინაარს როგორ კონტექსტში და მარტო მას ქონა რომ მარტო არა და ეს არის ძალიან საინტერესო ქვაზე ნამოტიფრული ხატია სადაც უწმინდესი ევედრება წმინდა ნიკოლოს თუ არ ვცდები მეფე მირიანს და ნანას არ მინდა შევცდე რამოდენიმე ასევე წმინდას ეპისკოპოსი წმინდანები ვინც იყვნენ მოკლედ და
მუხზე დაჩოქილი ევედრება საქართველოს გამწყინებას. და ეს ხატი არის ძალიან კარგი ხატი, სამწუხაროდ ეხა გამახსენდა თორე ყველა შეუძლია ნახოს ეს ხატი. და აი მინდა რომ ეს გადაცემაც მიუძღვნათ, რაღაც გულის დაგვწეს, რა თქმა უნდა ესე დღეა, მაგრამ ერთმანეთს უთხრათ ის რაც მართლა რაც გვაერთიანებს. სინამდვილეში ეს გვაერთიანებს. არანაირ ფარისევლობა და რაც გვაერთიანებს სინამდვილეში და ვისაუბროთ ამაზე და მით უმეტეს როცა დავით გურამიშვილზე დავიწყებ ჩვენ საუბარს ვახსენებთ რამოდენიმე ადამიანს კიდე შესაბამისად ეპოქალურად უნდა გავიაროთ ამ ადამიანების ღვაწლი რაში იყო. რა თქმა უნდა ძალიან რთულია მე რა ალბათ რომ ამ სირე სტუდიიდან ორმა ადამიანმა შეაფასოს ალბათ ის ღვაწლი და ის მოღვაწეობა რაც აი დავით გურამიშვილზე თუ საუბრობთ ამ ადამიანს აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე აქ მთავარი სათქმელი ალბათ რა არის მაინც რომ ამ ადამიანის ცხოვრების გზამ დაიტია მთელი ქვეყნის ის ტკივილი რომელიც აი დღემდე ძალიან აქტუალურია ჩვენ და რა ეპოქაში რა პერიოდში მოუწია მას 18 საუკუნე უმძიმესი ეპოქა ალბათ ქართველი ერისთვის საქართველოსთვის განსაკუთრებით აი ავის მომასწავებელი მე-16 მე-17 საუკუნის შემდეგ როდესაც გაპარტახდა განადგურდა ქვეყანა იშლებოდა ყველა გარემტერი დიდი პატარა ყველა ჩვენზე იყო შემოსეული თუნდაც აი ჩვენ მე შევეხებით რა თქმა უნდა მისი ბიოგრაფიიდანაც გარკვეულ მონაკვეთებს აი ლეკიანობაზე როცა არის საუბარი საიდან გაიტაცეს ხო დავით გურამიშვილი ხსნის ხეობიდან ლამისყანიდან ანუ წყაროდან სადაც გულში იყო უკვე შემოსული აი ეს ჭირი და არავინ იყო დაცული მისგან არც აი მეფის უახლოესი გარემოცვა იყო მისი ოჯახი და მეფის ოჯახიც კი არ იყო აი ჭირისგან დაცული და რამოდენიმე გატაცებასთან ერთად მანამდე იყო ფიზიკური დაპირისპირება და ხა დავით გურამიშვილი ხო ფიზიკურად იცავდა თავს და იცავდა შესაბამისად წინვალი მეომარი იყო მან დაადასტურა უკვე რუსეთში ემიგრაციის დროს როცა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი კაცი მსახურობდა არც თუ ისე ბევრ კამპანიაში აქვს მონაწილეობა მიღებული 22 წელი ის მსახურობდა კავალერისტად ჰუსარად და ეს ნუ ამასაც შევეხებით შემდეგ უკვე ზოგადად აი ამ თაობის დამსახურება რა არის მოდი პირველ რიგში სანამ დავიწყებ საუბარს ალბათ საინტერესო იქნება შევთავაზოთ მაყურებელს ჩვენს მიერ მომზადებული აი პატარა ფილმი შეიძლება დავაყენოთ ამას დავით გურამიშვილი მისი ცხოვრების, მისი ბიოგრაფიის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტები არის აქ გამოყვანილი და გთხოვთ რომ გავუშვათ. დავით გურამიშვილის ცხოვრება თითქოს ერთი ადამიანის ბედი კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ის დაიბადა ქვეყანაში, რომელიც იშლებოდა მტრის შემოსევებით, ღალატით, გაჭირვებით. ტყვეობამ წაართვა ახალგაზრდობა. უცხო გზებმა კი საკუთარი მიწა. და როცა ბოლოს გადარჩა, ეს აღარ იყო დაბრუნება. ეს იყო დაკარგული ცხოვრების გაგრძელება შორეულ მიწაზე. იქ სადაც სხეული ცხოვრობდა, მაგრამ სული მუდმივად სამშობლოში რჩებოდა. გურამიშვილმა დაკარგა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი დრო. ის წლები, როცა უნდა ეცხოვრა საკუთარი სამშობლოსთვის. მაგრამ ბედის უკუღმართობით ეს ყველაფერი ექცა ტკივილად, მონატრებად, სინანულად. თითქოს მთელი მისი ახალგაზრდობა გზაში დაიკარგა. ტყვეობასა და უცხოობაში ჩაიფლო. მისი ცხოვრება არის მუდმივი ლოდინი დაბრუნების, რომელიც არ დადგა. მუდმივი მონატრება იმ მიწის, რომელსაც ვეღარ ეხებოდა. მუდმივი ტკივილი იმ დღეების, რომლებიც უკან აღარ ბრუნდებოდა. გურამიშვილის სიტყვებში ისმის არა მხოლოდ პირად ისევდა, არამედ იმ კაცის სევდა, რომელმაც დაკარგა საკუთარი ბავშვობა, საკუთარი მომავალი, საკუთარი სახლი. მაგრამ მაინც არ დაკარგა სიყვარული. მისი ყოველი სტრიქონი არის ძახილი შორიდან, სამშობლოსკენ, რომელიც აღარ პასუხობს, წარსულისკენ, რომელიც აღარ ბრუნდება და ღმერთისკენ,
რომელიც ერთადერთ იმედად რჩება. და ამიტომ ისმის ამ ტკივილის ყველაზე მძაფრი ხმა დავით გურამიშვილში. მისი მოთქმა ხმითა, რომელიც არის ქრისტეს დატირება. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის გლოვა დაკარგულ სიწმინდეზე. ეს არის ტკივილი, როცა ადამიანი ხედავს, როგორ დაიკარგა ღმერთი ადამიანში. თითქოს გურამიშვილი ჯვრის წინ დგას და ამბობს: გვაპატია უფალ, ვერ შეგინარჩუნეთ და ვერ დაგიცავთ. როცა იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, თითქოს ცა გაიხსნა და დედამიწამ საკუთარ სინდის შეხედა. ლურწმნებით ჩაჭედილი იყო არა მხოლოდ მისი სხეული, არამედ იქ იყო ჩვენი სიძულვილი, ჩვენი შური, ჩვენი ამპარტავნება. და იმ სიჩუმეში, სადაც ღმერთი კვდებოდა, უკვე ისმოდა ადამიანის საუკუნო დანაშაული. იუდა ისკარიოტელი მხოლოდ ერთი კაცი არ ყოფილა. იუდა არის ყოველი ჩვენგანი იმ წამს, როცა ვყიდით სიყვარულს, როცა სიმართლეს ვთმობთ. მისი ღალატი არ დასრულებულა იმ ღამით. ის დღემდე გრძელდება. გრძელდება ჩვენ სიტყვებში, ჩვენს დუმილშიც კი. მაგრამ ჯვარი დასასრული არ იყო. ყველაზე ბნელ წამშიც კი ღმერთი არ ტოვებს ადამიანს. აღდგომა. ეს არის პასუხი ყველა ღალატზე, ყველა ცოდვაზე, ყველა დაცემაზე. ეს არის ნათელი, რომელიც არ ქრება, მაშინაც კი, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სიბნელეს. და ჩვენ ქართველები ამ ტრაგედიისა და იმედის გზაზე საუკუნეებით დავდივართ. რამდენჯერ დავეცით საკუთარი ხელით, რამდენჯერ გავიმეტეთ ერთმანეთი, რამდენჯერ დავკარგეთ ის, რაც წმინდა იყო, რაც გვაერთიანებდა. მაინც ვიბრუნებთ რწმენას. რწმენას, სადაც სიყვარული ძლევს სიძულვილს. დიახ, აი ეს იყო მცირე, როგორ ვთქვათ, რა თქმა უნდა, AI-ის დახმარებით მომზადებული ფილმივით დავით გურამიშვილის ბიოგრაფიიდან და გამოტანილი ჰქონდა, შევეცადეთ ყოველ შემთხვევაში, ალბათ მისი ბიოგრაფიიდან ყველაზე უფრო მძიმე სცენები. ჩვენ ვახსენეთ კიდეც საუბრის დასაწყისში ის ტრაგიკული ტვირთი და ტრაგიკული ბედი, რაც ამ ადამიანს ხვდა წილად, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაიტაცეს ქსნის ხეობიდან, ლამის ყანადან და ამას რატო უსვამთ ხაზს? მაშინ ეხა შეიძლება ეს ლეკიანობა, რაც ამას უწოდა ქართველმა ხალხმა, დღეს აი ესე ისტორიის ფურცლებზე ჩაკარგული უბედურება იყოს ერთ-ერთი, მაგრამ ყველამ რო აი ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ, ეს იყო მრავალი ასეული წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აი მე-16, მე-17, მე-18 საუკუნე, როდესაც არავინ იყო ამ ქვეყანაში დაცული, არც გლეხი, არც აზნაური, არც თავადი და არც მეფის ოჯახიც კი არ იყო დაცული ამ უბედურებისგან, რომ ნებისმიერ დროს მეზობლად მაცხოვრებელი ტომების წარმომადგენლები იჭრებოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მიყავდათ ბავშვებიდან დაწყებული, აწიოკებდნენ, ხოცავდნენ ოჯახებს და აი ქართლის გულში ლამის ყანა, ეს ქსნის ხეობა არის ჩვენი ქვეყნის აი ცენტრში, გულში მოქცეული ადგილი. აქამდეც კი იყვნენ უკვე ჩამოსულები და როგორც თქვით, დავით გურამიშვილი
რომლის ოჯახიც იყო მეფესთან დაახლოებული, ფაქტიურად მეფის ოჯახის წევრებზე არის ამ შემთხვევაში, მის უახლოეს გარემოცვაზე საუბარი, ისინიც კი არ აღმოჩნდნენ აი ამ ჭირისგან დაცული და აქ საინტერესო იქნება ალბათ მე რა აი პარალელიც რო ვთქვათ, ხო, დღევანდელობასთან ახლა დღეს და შემდეგ უკვე ეს ჭირი აღიკვეთა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში, დაწყებული მეფე ერეკლეს უდიდესი ძალისხმევით, სხვა შორის აი თვითონ დავით გურამიშვილის თანამედროვე მეფე ვახტანგ მე-6 ვინც იყო ეს შეგვიძლია დღევანდელ გადაცემაში ვახტანგზეც ვისაუბროთ. ვახტანგ მე-6-ს აი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო სწორედ ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და საინტერესო არის მაშინ საქართველოს ჯერ კიდევ იყო, რა თქმა უნდა, ამ სეფიანთა ირანის გარემოცვაში გავლენის ზონად ითვლებოდა და მაშინ ვახტანგმა მოახერხა რომ შეკრიბა საკმაოდ დიდი ლაშქარი, გადავიდა იქით ლეკების მხარეს, ეომა მათ დაამარცხა პირველ ბრძოლაში და აი უკვე ბოლო გადამწყვეტი ბრძოლის წინ, როდესაც უნდა საბოლოოდ ამოეძირკვა მათი სახსენებელი როგორც კახეთიდან ისე ქართლიდან და ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინა ეს ჭირი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც აი მემატიანე გადმოგცემს, ბრძოლის დაწყების წინ მასთან მივიდა ელჩი უпроსორეთ დესპანი ისპაჰანიდან, რომელმაც მიუტანა შახის წერილი, რომელიც კატეგორიულად უკრძალავდა ამის გაკეთებას ვახტანგ მე-6-ს და ეუბნებოდა რომ ჩააგეხმალი და არ აღმართო ხმალი ლეკების წინაშეო და მაშინ ვერ წავიდა ქართლის მეფე ასე ვთქვათ ისპაჰანის წინააღმდეგ და მაშინ დაიფიცა ვახტანგმა მართლაც ჩააგო თურმე ხმალი და დაიფიცა რომ ამ ხმალს აღარასდროს გავაშიშვლებს სპარსელების დასაცავათო და ბოლომდე შეასრულა მან ეს ფიცი, სწორედ აი ეს შახი შახ ჰუსეინი იყო თუ სწორად მახსოვს, რომელიც შემდეგ უკვე ავღანელებმა დაამარცხეს და იქ მირვეისის აჯანყებები ძალიან საინტერესო ისტორიებია ეს ყველაფერი, როდესაც დაეცა ისპაჰანი ბოლოს ევედრებოდა შახი ვახტანგს რომ მოხმარებოდნენ ქართველები და ქართველებმა უარი უთხრეს და სხვა შორის ავღანელებსაც ნათქვამი ჰქონდათ თურმე ესეთი მითია რომლებსაც უდიდესი პატივისცემა ჰქონდათ ქართველების რომ ერთადერთი რის გამოც ისპაჰანს მოხსნიდნენ ალყას და გაბრუნდებოდნენ აი თუ გურჯები გამოჩდებიან მაშინ დავიხიოთ უკანო და ქართველები არ გამოჩდნენ უარი უთხრა ვახტანგმა დახმარებაზე და ამან დააქცია კიდეც სეფიანთა ირანის აი ეს უდიდესი იმპერია შენ ახსენე კიდევაც ერეკლე მეორე და ჩვენ ისტორიას თუ მართლა ვისაც აინტერესებს, ვისაც მართლა არა მხოლოდ კრიტიკული კუთხით, არამედ ვისაც მართლა აინტერესებს თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში და ვინც მართლა იმ ეპოქას სწავლობს, ვიდრე იმ დროინდელ მეფეებს ან ხედარმთავრებს ან თუნდაც შემდეგ უკვე პოლიტიკოსებს მოიხსენებენ, ხო? ან გააკრიტიკებენ. ლეკიანობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და ფაქტიურად ვერ აღვთ, აი შენ ვახტანგ მე-6-ზე მოყევი და ვახტანგ მე-6-ს მინაწერი წერილებიც არის. ვიდრე ერეკლე მეორე და ჩვენ ხშირად არის ჩვენ ყავს საქართველოში ისტორიკოსები სამწუხაროდ და ბევრი ისეთი ადამიანიც, ხო? ან თუნდაც საზოგადოებაში მუსინებს ის აზრი, რომ ერეკლე მეორეს აკრიტიკებენ იმ ცნობილი ტრაქტატის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც ის რომ რამე დაცვა ყოფილიყო და დაცული ყოფილიყო, ეს იყო ერთ-ერთი იყო ლეკიანობა. ეხლა დავით გურამიშვილი ამის ნათელი მაგალითია და ჩვენ ვიცით დავით გურამიშვილს რა მოხდა, მაგრამ ხო წარმოგიდგენია ესე იგი შენ როგორი პრობლემა იყო და ერეკლე მეორეს იმ გადაწყვეტაში რა გადაწყვეტილებებსაც იღებდა და თუნდაც ტრაქტატი რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო რომ დაცული არ იყო მაშინ ვერანაირად ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ბევრი ბრძოლა ლეკიანობა იყო საშინელი დამანგრეველი ერთ-ერთი ყოველწლიურად რამდენიმე ომი უწევდა ქვეყანას რომ შეეგავებინა. მოდი ეხლა ჩვენ დღევანდელ დემოგრაფიაზე გვაქვს ხოლმე ხანდახან საუბარი და ვაკრიტიკებთ და სწორია რომ თქვათ რაღაცა სოციალურ ფონდს ვაბრალებ და კვებას და ნაკლებ ხელფას და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ იმ პერიოდში წარმოიდგინე შენ ეხლა იმ პერიოდში ეს იყო პირდაპირი დარტყმა, ეს იყო ერის განადგურება ხდებოდა და ეს ლეკიანობა იყო ჩვენ კარგად ვიცით საიდანაც მოდიოდა ფაქტიურად ღია იყო, იმიტომ იმ ხარეს იყო ეს მოსაზღვრე ყავდა სულ ეს თორე ეს იმცი არ იგრძნობოდა თქვა დასავლეთში ან იქით შუაგულ მაგრამ ეს იყო ქართლის და აღმოსავლეთიდან მომავალი და აი უბრალოდ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში აი უკვე მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნიდან განსაკუთრებით ძალიან აქტიურად ჩნდება და აი მემატიანეს აქვს აღწერილი ნელ-ნელა დაცლილი ქართული სოფლები. ანუ კახეთი მაგალითად ჩვენ რო ეხლა ვამბობთ კახეთი და ხო ვიცით რაც არის კახეთის საზღვრები, მაშინ რო წარმოვიდგინოთ კახეთი იყო აი აღმოსავლეთის მხარეს ორჯერ უფრო კიდე დიდი. ანუ თითქმის მართლა კასპიის ზღვამდე მისული უზარმაზარი რეგიონი და აი
ნელ-ნელა სწორედ ამ ლეკიანობით ხდებოდა დაცლა სოფლების, მთლიანად სოფლების ამოჟლეტა ხდებოდა მათი მხრიდან, ვინც გადარჩებოდა, აიყრებოდა და უფრო აი აქეთ ქვეყნის გულისკენ იწევდა და შემდეგ უკვე აი ამ დაცარიელებულ სოფლებში სახლდებოდნენ თურქმანული ტომები, თავად ეს ლეკები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ როგორც ეთნიკური, ისე კულტურული კავშირები აი ამ სუნიტურ თურქეთთან და ასევე შიიტურ მხარესთანაც სპარსელების გავლენით და ნელ-ნელა ხდებოდა მათი დასახლება და აი დღეს ბევრი ტერიტორია, ბევრი ნასოფლარი, რომელიც უკვე პრეტენზიაც აღარ გვაქვს და შეგუებულები ვართ რომ უკვე სხვა სახელმწიფო შემადგენლობაშია, უნდა ვიცოდეთ რომ ოდესღაც ეს ქართველების იყო, კახელების აშენებული სოფლები იყო, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში დაიკარგა, დაცარიელდა ფიზიკურად, დემოგრაფიულად დაიცალა იმ დროს კახეთის აი ეს აღმოსავლეთი მხარე და მათი ადგილი დაიკავეს სწორედ აი ამ ლეკებმა თუ სხვადასხვა თურქმანულმა ტომებმა და დღესაც დგას ალბათ ჩვენს ქვეყანაში აი ამისი თქმა მინდოდა დღესაც დგას ის მომენტი რომ როდესაც ყველა მეზობელი უკვე იწყებს ნელ-ნელა ჩვენს ესე თავზე მოჯენის პოლიტიკას, რომ ყველას უნდა თავზე მოგვაჯდეს. ყველას უნდა რომ რაღაც საკუთარი კბილი წაკრას ამ ქვეყანას და არ შემიძლია უბრალოდ ახლა დღეს პოლიტიკაზე არ გვექნება, რა თქმა უნდა, საუბარი და არც არის, მაგრამ ახლა დღევანდელობას თუ არ დავუკავშიროთ, ჩემზე აი ძალიან იმოქმედა იმ ფაქტმა მაგალითად, როდესაც იყო ახლა აზერბაიჯანის სამი დღის უკან იყო, იმიტომაც ვაკავშირებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი, ნუ ჯერ ერთი დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემაში მაშინვე ვთქვით და ალბათ სწორი იქნება დღესაც თუ ახსენებთ ამ პრობლემას, მაგრამ აი ის რომ თბილისის ძველი თბილისის შუაგულში თურმე უნდა აშენდეს ალიევის სახელობის ცენტრი და ამის გამო ქართულ ოჯახებს სახელმწიფო უპირებს რომ აყაროს საკუთარი სახლებიდან, ბევრი მათგანი არც არის თანახმა ამ ასე ვთქვათ, მათი ნაწილი არ არის თანახმა ამაზე, მიუხედავად კომპენსაციისა, მათ სურთ რომ დარჩნენ საკუთარ სახლებში და არა სახელმწიფო აიძულებს მათ რომ აიყარონ საკუთარი სახლიდან, იმიტომ რომ იქ უნდა აშენდეს ალიევის სახელობის რაღაცა კულტურის ცენტრი. და ეხლა ესეთ რაღაცებს რომ ვიგებთ, ეს მართლა არის უკვე ის პერიოდი, როცა ყველა მეზობელი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ცდილობს რომ საკუთარი გავლენა, საკუთარი რაღაც პატარა ნაწილი წაგლიჯოს ამ ქვეყანას და ეს პარალელი აი მე-17-მე-18 საუკუნის საქართველოსთან მე მგონი ძალიან უკვე თვალსაჩინო ხდება და მე სამწუხაროდ მექნება პროგნოზი რომ მომავალში კიდევ უფრო ალბათ მეტი და მეტი უბედურებას ავაწყდებით თუ მოუყრუებთ თუ ყურადღებას არ მივაქცევთ თუ ვიტყვით რომ აი ხუთი ოჯახის პრობლემა რომლებსაც დღეს ემუქრებათ საკუთარი სახლებიდან გამოსახლება იმიტომ რომ აი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა იქ რაღაც ცენტრი უნდა გახსნას აი ხა ესეც საკითხებს თუ საზოგადოება მოუყრუებს მომავალში ეს პრობლემები ბევრად უფრო მწვავედ დადგება ამ ქვეყნის წინაშე ხო ცხადია და არა მან არ შემიძლია რომ თქვა ჩვენ არ ვთქვათ ისიც რომ ეს რომ ჩვენ ახლა უბრალოდ შენიშვნა გქონდეს ან და კრიტიკულად უყურებდეთ ეს ასე არ არის და არც ვიტყოდით, არც ვახსენებდით. ეხლა მით უმეტეს წითელ პარასკევს და ამ დღეს, მაგრამ ეს რეაქცია გქონდა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, როდესაც ბატონი ალიევი ჩამოვიდა, მას კი ბატონო პროტოკოლით და შესაბამისად პატივისცემით დახვდნენ. ჩვენ ეს ახლა არ გვიკვირს და რა თქმა უნდა ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს, მაგრამ ის რომ დავით გარეჯის საკითხზე ერთი სიტყვა არ უთხრა არც ერთმა ოფიციოზის, არც ერთმა წარმომადგენელმა და არ უთხრა კი არა, ვერ უთხრა. ეს გვაშინებს. ქართული ჟურნალისტები არ დაასწრეს. ხო, არ უთხრაში კიდე როგორ რაღაცა იცი? ჩვენ მაგალითად ვიცით ხოლმე და ხანდახან როცა კამათავთ ხოლმე ვიხსენებ და მართალი არგუმენტია რომ დავით აღმაშენებელი დიდი ხნის განმავლობაში ხმას არიღებდა ხალხს უხდიდა მუსულმანებს, ხო თქვათ? და იცი მე რა ვერ წამი, სანამ გადახო მაგ არგუმენტზე მინდა უპასუხო, სულ მინდა ხოლმე და აი მე არ მეძლევა საშუალება, კაცო, დავითი რო უხდიდა იმ ხარკს და ჩვენი მეფეები რო უხდიდნენ იმ ხარკს. ისინი ამას აღიქვამდნენ ტვირთად და ხალხმაც იცოდა რომ ეს იყო ამ ქვეყნის ტვირთი და უნდა გამთავისუფლებულიყავით. ისე კი არ იყო, ეხლა ესენი მართლა 12 წელი ტაშს უკრავდნენ და ჩვენვე გვეუბნებოდნენ რომ ეს კარგია და ეს სწორია და ეს გასაკეთებელია და მერე უცებ შემოbrunდნენ და უი ხალხო თურმე როგორ deep state-ი გვაიძულებდა აქ რაღაცებს. დავითი იმას კი არ ეუბნებოდა ამ ხალხს რომ კარგია რომ თურქებს ხარკს უხდისო, კაცო, ანუ ცოტა საკონტექსტი გავაყოფა მინდოდა რომ პრობლემა იმაშია რომ ამათმა არ უთხრეს და მეორე არის კიდე ყველა საშენ ვერ უთხრეს. ეს ვერ თქმა და საერთოდ არ ვიცი მე ნებისმიერი მოვლენა გავიხსენოთ, როცა ორი ქვეყნის ლიდერი ხვდებიან, სულ სხვაგან ხვდებოდნენ და მით უმეტეს, როდესაც პირიქით აქეთ შენ ყავს სტუმრად,
ჩვენ რა საშინელებაში ვართ, ხო, ტრაგედია რა არის. აქ ჩამოსულსაც ვერაფერს ვერ ვეუბნებით, იქ ჩასულსაც ჩვენი როცა იყო ჩასული ვერაფერი ვერ უთხრა მეტის და აი ეს პრობლემაა და ეს არის პრობლემა საერთო ჯამში. კიდევ გამეორდები და ვიტყვი როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ეს ზუსტად არის ის საკითხი, რაზეც დგას ჩვენნაირი ქვეყნის, ჩვენნაირი მოწყობის, ჩვენი რელიგიის ქვეყნის და ჩვენი აღმსარებლობის და ჩვენი ემოციის და ჩვენი თუნდაც ოდენობის, რამდენიც ვართ მოსახლეობა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. სადაც არის ეს არის ღირსების საკითხიც, ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, ეს არის რელიგიის, ჩვენი რწმენის საკითხიც და ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ პრეზიდენტი ვერაფერს ვერ ეუბნება წართმეულზე, აი პირდაპირ მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. თავხედურად წართმეული ჩვენს თვალწინ აგვახიეს მაპატიეთ. იმიტომ რომ ეს მონასტერია. იქ დღემდე მონასტერში ბერები არიან. ბერები დღემდე ამას ლოცვით, ცრემლით, ოფლით, არ ვიცი თუ საჭირო იქნება თავს დადებენ. და ამას იბრძვიან, ეს დღეს ხდება ჩვენ თვალწინ. და პირდაპირ იგაგებით მაპატიეთ ამ ჟარგონს, მაგრამ აგვახია თავხედურად მეზობელმა სახელმწიფომ, ვამბობთ რომ მოძმე სახელმწიფოა, პარტნიორი სახელმწიფოა და ვერაფერს ვერ ეუბნება ჩვენი ვერც ერთი ხელისუფალი. ამაზეა საუბარი, თორე აი ჩვენ ხო რაღაცა იცი რა არის? ქვეყნის ისტორია როგორ არის ხოლმე, ხო? ანუ საერთოდ აი რატო გადავრჩით? აი იმ სოფლიოში, სადაც ბევრი ცივილიზაცია განადგურდა, ხო? ჩვენ გადავრჩით ხო რაღაცა მართლა იმაზე ხო რა ვიფიქროთ მარტო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ მარტო ის რომ ღმერთს არ უნდა და ასე შემდეგ მარტო იმიტომ რომ მეორე მოსვლის დროს ჟამში წერია რომ არის ხე ნაყოფი არის ხე რომლის ნაყოფის თუ გახდებით ის ხე გადარჩება და აქ საუბარია საქართველოზე ხო ანუ მარტო ამიტომ ხო არ არის რაღაცა იმ გავლილ ცხოვრებაზე და იმ რა ქვია ნაოფლარზე და იმ თუნდაც განათლებით მარტო ხმალის ქნევაზე არ არასაუბარი ჩვენ დღეს ვიზეთ საუბრობთ მაგალითად დავით გურამიშვილს ხმალსაც იქნებდა მუშსაც იქნებდა მაგრამ ყველაზე მეტი სიბრძნე მას ჰქონდა მის განათლებაში მის ცოდნაში იმ დავითიანში რაც დაუტოვა იმ ისავლეს მძებნელო ანუ მან ეს ანდერძი დაუტოვა ჩვენ ანუ ეს ის ხო არის ხო მარტო იბრძოდა მაპატიეთ რუსებს აქვთ ესეთი გამოთქმა სირაიეს უმანინა და მარტო ამაზე კი არის ხო ჩვენ აი ამ ხალხზე ვსაუბრობთ თუნდაც იმ სიმდაბლეზე რომელიც მას ჰქონდა და ჩვენ რამდენის გახსენება გვინდა ჩვენ რომ დავიწყეთ ამაზე საუბარი რამდენი გავიხსენოთ დიმიტრი ყიფიანი გავიხსენოთ სხვაგან მოკვდნენ ეს სხვაგან გარდაიცვალა ეს ხალხი სხვაგან გარდა ჩვენ ყამათობდით კიდევაც რომ გვეხსენებინა თქვა ბევრი პოეტი ბევრი მწერალი მაგრამ დღევანდელ დღესთან მაინც წითელ პარასკევთან მაინც უფლის აი ამ დატირებასთან იმ რაღაცა ყველაზე ზუსტად გადმოცემულთან ძალიან ზუსტად გადმოცა დავით გურამიშვილმა არ ვიცი მეტი როგორ თქვა თუ აი რა კარგი საჩინო ეს არის საოცრება ეს მარტო უფლის დატირება არ აქვს ჩვენი დატირებაც არის ჩვენი გამოფხიზებაც არის აი ძალიან მის ყველა სიტყვაში თავი რომ დავანებოთ ამ შემთხვევაში იმ საგალობელს რაც მან დაწერა ფაქტიურად მიუძღვნა უფალს და ნებისმიერ მის აი რაც ციტატაც არ უნდა შეხვდეს მუდმივად არის ტკივილი აი ჩვენ ვიდეოში მუდმივად არის სამშობლოს მონატრების ტკივილი მარტო მონატრება კი არა ეს რომ უბრალოდ მიწაზე დაადგას ფეხი გაერთიანებული სრულყოფილი მისი სულში, ხორცში, გონებაში, ჩვენ ხო რამდენი მხედართმთავარი, ჩვენ ყველა მეფე ვიზეთ საუბრობთ. პირველ რიგში ისინი იყვნენ გონებრივად განვითარებული ძალიან. გონებრივად იყვნენ ღმერთთან კავშირში, იმ რწმენასთან კავშირში. მუსულმანებსაც ყავთ მუჰამედი, რომელსაც თავისი მიდგომა აქვს. ანუ ჩვენ რაღაცები იცი როგორ რაღაცა, რომ ჩვენ ზუსტად უნდა შევაფასოთ. ის კი არა მარტო რომ ჩვენ კიდე ერთი რა გვაქვს ყველაზე ცუდი რომ აი ხო ხდება აი არ ვიცი მე როგორ გითხრათ რა აი ჩვენ ერთმანეთს რაღაცა ზურგს უკან ძალიან ბევრ ცუდს უკეთებთ თუ ვინმე მტერია მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოსი ეს არის ისევ ჩვენ თუ ვინმე მტერია ქართული კულტურის, ქართული ლიტერატურის, ქართული მუსიკის, ქართული ფოლკლორის, ხუროთმოძღვრების, აი შეხედე რა ხდება თუნდაც მაპატიე და ეკლესიაში. თუ ვინმე რამე გავიგეთ, ჩვენ ხო სხვისგან არ ჩვენ ხო ისევ სამწუხაროდ მღვდელმთავრებისგან გავიგეთ ცუდი. ჩვენ ხო ისევ მღვდლისგან გავიგეთ ცუდი. ჩვენ ხო არ გვანახებენ მართლა იმ პატიოსან მღვდელს, რომელიც ყოველ დღე მოიხსენება და პატიოსანი მღვდელნი მოიხსენოს უფალმა პატიოსანი მღვდელნი კითხვა რომ დასვა ტიპიკონში მე ადრე მონასტრებში ქონა საუბარი
ეს რომ არ იყოს ას პრობლემა, მაშინ იმ ტიპიკო იმ როცვაში რო იწერება სადაც ყოველ ტაძარში როცა მიდის კონტაქტა როცა მიდის ჩამოლოცვა ან გალობა როცა იწყება და როცა მსახური დიაკვანი ამბობს, ეს ფრაზა ყველას ესმის. მოხსენიება როცა არის, როცა უწმინდესია და მოიხსენოს ყოველი პატიოსანი მღვდელი. პატიოსანი სიტყვა რატო აქვს დამატებული? მასე ვითხოვდით რომ მღვდელია და გორში არა, იმიტომ რომ იქაც არის ეს, რა თქმა უნდა ეს არის პრობლემა. ჩვენ ხო ამ პატიოსებს დავით გურამიშვილი ან ნებისმიერი ადამიანსაც ხო ესეთები იყო ერეკლე მეორეზე როგორ შეიძლება კაცე ჩვენ ვეძებთ რომ მართლა 86 ჭირობა ქონდა აი ხა თუ რა ჩვენ ვახტანგ მე-6-ზე რა თქვი დარწმუნებული ვარ ბევრი სიბნელეთი როა მოცული აბა დამიმტკიცე რომ ხმალი ჩაარსო და მართლა ეგ თქვა იმას კი არ უყურებს რომ მას მერე მისი საქმეება დაამტკიცა ეს ირანელებს და სხვა ისტორიკოსებს უწერიათ ხანდახან ბევრად ჩვენ ბრძოლაზე მეტი ვიდრე ჩვენ ქართველებს. ხანდახან კი არა, ალბათ უმრავლეს შემთხვევაში ასე. ჩვენ ხო ჩვენი ისტორიკო ერთი ჟანტაღწერელიც მეტი არაფერი არ ყოლია. სამწუხაროდ ქართველებს ეს გვაქვს და ამას ალბათ თავისი მიზეზებიც აქვს კიდე, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად თუ ჩვენ ვისაუბრებთ აღმაშენებლის თამარის ეპოქაზე, იქ ძნელია დავიჯეროთ, რომ და არის კიდეც რა თქმა უნდა თამარის ეზოს მოძღვარი და ასე შემდეგ რაღაც შემორჩენილი წერილობითი წყაროები, მაგრამ შემდეგ უკვე აი მონღოლების შემდეგ როგორც ჩანს ძალიან ბევრი რამე განადგურდა ამ ქვეყანაში, ბევრი წერილობითი წყარო იქნა დაკარგული, შემდეგ ისეთი რთული პერიოდი მოგვიწია, რომ არც იყო ასე სისტემურად ისტორიის დაწერის და აღწერის შესაძლებლობები და ფაქტიურად ყველაფერი ჩვენ რაც ვიცით და 90% ყოველ შემთხვევაში ჩვენს ისტორიაზე ვიცით სწორედ არა ქართული, არამედ უცხოური წყაროებიდან. ეს არის არაბული, ეს არის სპარსული წყაროები, ეს არის სომხური წყაროები. უნდა ითქვას სომხური წყაროები ყველაზე უფრო მდიდარ ინფორმაციას გვაძლევს. უნდა ითქვას აუცილებლად. კი, ისინი აღწერდნენ არა მხოლოდ საკუთარი ხალხის და ერის ისტორიას, არამედ მეზობელი ქვეყნების ისტორიებსაც და პირველ რიგში რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიას, იმიტომ რომ ქართველი და სომეხი ხალხის ბედი ხშირად იყო ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ოსმალები როცა და ირანულ წყაროებშია სხვათა შორის ესეც მე მოსმენელი მაქვს რამოდენიმე წელს უკან იყო წიგნის პრეზენტაცია, საეკლესიო წიგნის პრეზენტაცია იყო ახალგაზრდულ კულტურულ ცენტრში სამებაში და მაშინ უწმინდესი ატარებდა ამას და ეს წიგნი დაიბეჭდა სხვა შორის ძალიან კარგი წიგნია და იქ იყო ესეთი რამ რომ და სხვა შორის ხაზი გაესვა და უწმინდესმა გაუსვა ხაზი რომ ქართლის საქართველოს ისტორიაზე იყო და ცხოვრებაზე იყო და უმნიშვნელოვანესი დეტალები თუ რამე იქ მოიპოვებოდა მოპოვებული იყო ირანელების აი მაგალითად როდესაც ბრუნდებოდნენ უკან ერთ-ერთი ესეთი პასაჟია როდესაც ბრუნდებოდნენ ხო ქართველ მებრძოლებს აი მაგალითად როგორ უნდა დაი არა ქართველი კაცი როგორ წერს როგორი მებრძოლები იყო ქართველები და ამის დადასტურებული მაგალითი იყო როდესაც ირანელები ბრუნდებოდნენ უკან გამარჯვებულები როცა მიდიოდნენ მათ ჰიმნები ჰქონდათ თავისი და ამ ჰიმნებში იყო ასეთი ფრაზები რომ ძლივს როგორც იქნა დავამარცხეთ ეს უდრეკი ჩვენი მტერი ანუ ხო ხვდები რაზეა ლაპარაკი თვითონ სიმღერები ჰეროიკული სიმღერები იქნებოდა სადაც იყო საუბარი ქართველებზე და ესე იგი ძლივს როგორც იქნა დავამარცხეთ ეს უდრეკი ჩვენი მტერი ანუ ის იყო რამოდენიმე ბრძოლა რომელსაც ვაგებ ხო წარმოგიდგენით ამას როცა ახლა შახაბასთან მისული ის დაუწერს რა ქვია სტოვარი კი არ უწერდა არამედ მისი მიმატიანე უწერდა და მართლა იყო ჭეშმარიტი. მათ მემატიანები აღწერენ სხვათა შორის ისკანდერ მუნშიარი თუ სწორად თუმცა შეიძლება ვწდებოდე აი წყაროში, მაგრამ რა მახსენდება აი მაგალითად მარტყოფის ბრძოლის შემდეგ აქვს ასეთი ჩანაწერი მათ ისტორიკოსებს, რომ ჩვენ დადასტურებულად ვიცითო, რომ ქართველები სატანასთან არიან შეკრულები, თორე შეუძლებელი იყო ამის მოგება. ხო, ანუ ის გმირობები, რასაც ჩვენ მაგალითად ვამბობთ მარტყოფზე, რომ მართლაც აი ერთი მუჭა 8000 თუ 9000-მა ქართველმა შეძლო და 35,000-იანი არმია გაანადგურა, კრილებამდე შეიარაღებული ბრიტანელების გაწვრთნილი არმია ყავდა შახაბასთან, მართლა ის კი არ იყო ბრიტანელების გაწვრთნილი, შეიარაღებული ბოლო იმდროინდელი თანამედროვე საუკეთესო იარაღით. აი წარმოვიდგინოთ, რომ ატომურ სახელმწიფოს ებრძოდეს შიშველი ხელით დღევანდელი გაგები ესეთი იყო გაპარტახებული თან ეს იყო მე-13 შემოსევა 10 წლის განმავლობაში შახაბასის 10 წლის განმავლობაში 13 ჯერ შემოესია ქართულ კახეთს გაოხრებული გაპარტახებული და აი ამ ერთი მუჭა ქართველებმა გაანადგურეს ეს მოწინავე არმიის მოწინავე ავანგარდი ხო ფაქტიურად და
ამაზე ცნობები ჩვენ გვაქვს არა ქართული, არამედ მათივე წყაროებიდან, რომ ეს იმხელა წარმოუდგენელი რამ იყო იმ დროს, რომ თავად წერენ, რომ ქართველები შაიტანთან არიან შეკრულებით, თორე შეუძლებელია, რომ ადამიანმა ასეთი გმირობა ჩაიდინოს. იგივე ძალიან ბევრი რამ არის და ჩვენ ვიცით ეს სამწუხაროდ იცი რა არის, კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ აი ჩვენი კიდევ პრობლემა არის ის, რომ აი ვახსენებთ ძალიან ბევრ განათლებულ ადამიანს, ხო და ესენი ხო ბრძენი ხალხი იყო, ხო? იგივე ვთქვათ უწმინდეს და უნეტარეს. ბევრი რამე გვაქვს ჩვენ მოსმენელი მისგან ნეტან გაგებული გვაქვს და ასევე ვიცით რომ თვითონ მოწინააღმდეგე მტერი წერდა იგივე თეიმურაზის, გიორგი სააკაძის ბრძოლებზე. ზურგ მიდებული ეს ხალხიო. სისხლს სვავნო, ჩვენ სისხლს სვავენო. და ეხა ბრძოლაში რომ და ისიც ცნობილია, კაცო, აბჯარს რომ იხდიდა მაშინდელი მეომარი. აი აბჯა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ხორცის ბელტები და სისხლის შედედებული ბელტები ამძიმებდა კიდე იმ აბჯარს და შენ ხო წარმოგიდგენე ხა ჩვენ ასე ვსაუბრობ და ჩვენ დღეს უკვე ამას იმის მაგერად რომ კიდე პირიქით კიდე უფრო ვამუქებდეთ იმ გაგებით რომ სისხლს და ხორცს ვავსებდეთ ლიტერატურაში თეატრში პოეზიაში ან ფილმში კინოში ჩვენ ამაზე ვიწყებთ დაცინვას კარგი რაით ის მე ხო არ ვამბობ რომ იმაზე ვიკამათოთ მართლა იყო თუ არა 2.40 რა ქვია ვახტანგ გორგასალი მაგრამ თავარი რა არის იცი რომ ვახტანგ გორგასალი რო იყო იმ პერიოდის იმ ეპოქის მაგალითად დღეს სიუჟეტი ვნახე სამთავისის მონასტერი დედათა მონასტერი საოცარი მონასტერია და ვახტანგის დროს მისი დამსახურებით იყო და ჩვენ ხა გადავხედოთ თბილისში აი ძველი თბილისის ტერიტორიას რო შევხედოთ მე-4 საუკუნის არის ანჩის ხატი სიონი. უბრალოდ რომ ძეგს შეხედავ, ხო რაღაცა კითხვა ხონა გაგიშდეს, რომ ეს ის ხალხია მართლა, ვისაც და ისევ მივდივარ, ბევრი ცივილიზაცია განადგურდა და ჩვენ რატომღაც ხო, ეს ალაპარაკო, კაცო. იცი რა არის? ამაზე გვინდა რომ რაღაც ხელოვნურ ინტელექტს კითხოთ, რომ რა იყო მიზეზი თავარი მიზეზი ჩვენში თუ ვერ დავინახეთ. ჩვენ თუ ვერ დავინახეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. იგივე აი დღევანდელ დღეს რაც გვინდოდა და როგორც გვინდა, აი ჩვენ ისევ მაინც ბოლოს შეგვიძლია ერთმანეთს გადავარჩინოთ ჩვენ ერთმანეთი. ეს ნიშნავს რომ როდესაც ადამიანს გადაარჩენს, გვერდზე დაუდგება, როდესაც შენი მოყვასისთვის ხარ და როდესაც სიკეთე, სიყვარულს ღმერთს ამაში ხედავ, აი ღმერთს ამაში ხედავ. ერთხელ უწმინდესმა დიდი ტრაპეზი იყო და რაღაცა ერისკაცი იყო თამადა რა და მან კურთხევაც ჰქონდა და საქართველოს აძეოს რო დალია რო უნდა შეესვა. უწმინდესის რა თქმა უნდა შემდეგ უწმინდესის დრო მოვიდა და უწმინდესმა თქვა ასეთი რამ რომ არასოდესო გეოგრაფიულად არ მოიხსენოთო საქართველო. არასოდეს. უბრალოდ თქვით პირდაპირ რომ ეს არის საქართველო არის არამხოლოდ ტერიტორია, არამედ ჩვენი მაცხოვრებლები. და ამაზეა საუბარი და ჩვენ ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ, აი თუნდაც რაზეც გვინდა ახლა კიდე გაუშვათ, ვიზეც გვინდა ვისაუბროთ. რაღაცა გვინდა რომ ეს ტკივილმა გაგვაერთიანოს, ოღონდ გაგვაერთიანოს მომავლისთვის, რომ ერთად დავდგე და ბევრ წარმატებასაც მივახციოთ და ბედნიერების რაღაცა ოდრამაის ბედნიერება მივანიჭოთ საკუთარ ქვეყანასაც და ერთმანეთსაც. კი ბატონო და აი მართლაც მინდა მაგას შევეხო რაც ჩვენ თქვი რომ ზოგ ერს არა აქვს ეპოქა ან აქვს ძალიან ისეთი ეპოქა ნუ არა აქვს შეიძლება ბევრი სალაპარაკო მაგრამ მაინც ცდილობენ რომ რაღაცები მიიკერონ ხა მე მაგალითად სულ ვიხსენებ ხოლმე უდიდესი პატივისცემა რა თქმა უნდა ჩემი განსაკუთრებით აი დღევანდელ ეპოქაში განსაკუთრებით დამეგობრდა ქართველი და უნგრელი ხალხი ხო აი ამ შექმნილი ბოლო პერიოდის კი ბატონო საერთაშორისო ისტორიიდან გამომდინარე, მაგრამ აი მაგალითად უნგრელები დღემდე ამბობენ და ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ატილას შთამომავლები, ჰუნების შთამომავლები. რეალურად ეხა თუ შეხედავ და ისტორიულადაც ასეა, ეხა მათ წინაპრები არიან მადიარები, თუ სწორად მახსოვს, ესეთი ხალხი ევროპის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ მე-9 საუკუნეში, ანუ ჰუნებიდან დაახლოებით 500 წლის შემდეგ ხდება ეგ ყველაფერი. მე-9 საუკუნის ბოლოს აქვთ კიდე 895 წელი ითვლება, თუ სწორად მახსოვს, მათი სამშობლოში დაბრუნება, ესე ეძახიან ისინი. ანუ მათ არ აქვთ ის ეპოსი, რაც უკავშირდება ატილას, ჰუნებს, მათ გმირულ წარსულს, მაგრამ მათ შეძლეს და აი ეს ეპოქა მიიკერეს საკუთარ თავზე, რომ თითქოს ისინი არიან ატილას შთამომავლები, მათ აქვთ კიდე საკუთარ ჰიმნში, უნგრეთის ნაციონალურ ჰიმნში არის ატილას მამა მოხსენიებული და ჩვენს ძარღვებში მათი სისხლიჩქებს. არ აქვთ და ცდილობენ შექმნან მითი მათი წარმოშობის შესახებ, მათი ასე ვთქვათ ლეგენდა მოიგონონ ისეთი, რაც რეალურად არ არსებობს და ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს
მართლა გმირული ეპოქა გვაქვს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენ თვითონვე დავამწიროთ, ჩვენ თვითონვე შევკვეცოთ რა, ეხა იქ მართლა 100,000 კაცი მოკვდა იმ ჯალალედინის დროს და მართლა რაღაც 200,000-იანი ჯარი დავამარცხეთ დიდ გორზე და ანუ რომ ეგრე რომ არ იყოს უნდა ვცდილობდე პირიქით, რომ ხალხი დააჯერო მაგაში და ჩვენ გვაქვს ეს მითოსი თან არა ჩვენგან, არამედ სხვა ჩვენი მოწინააღმდეგის ისტორიკოსების მიერ აღწერილი და ჩვენ თვითონ არ ვიჯერებთ, მაგაზე ვცდილობთ რომ დავამწიროთ. რა თქმა უნდა, ლოგიკურიც არის, რომ ეხა 100,000 კაც კი არ მოკვეთეს თავი, მაგრამ სიმბოლურად ორ კაცას რო ეს ექნა. ორ კაცს რო ეს გაეკეთებინა და იმ პერიოდში ეხა თბილისის მაცხოვრებელი რა უნდა ყოფილიყო. 1000 კაცსაც რო ეს გაეკეთებინა. 1000 კაც 100-ში 100 რო გაეკეთებინა 10 ან 2-ს, უკვე ეს შემკოც ეს არის ყველაზე მთავარი. ეხა ჩვენ ქეთევან დედოფალზე რაც გააკეთა, რაც მან გააკეთა. ქეთევან დედოფალზე სოფლიოში არ მახსოვს ეხა ზუსტად სახელი რომ ის პაპი იყო თუ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი მან თქვა რომ ქალმა გააკეთა ისეთი რამ რაც მართლმადიდებლურ ქვეყანას და ბევრ ქრისტიანულ ქვეყანას არ გაუკეთებია შეწირა თავი ქეთევანის სახელი იმპერიაში თან ეგ პერიოდი ემთხვევა როდესაც შახაბას ძალიან ფართოდ ქონდა გახსოვს ხო არა მოწმუნე ეს ხო არ იყო რა ქვია მონაზონი და რა არა ხო რა თქმა უნდა დედოფალი საერო ადამიანი რაც არ გაუკეთებია ხო ბევრ პატრიარქს მის წამება შეესრო ბევრი მისიონერი იმიტომ რომ მაშინ შახაბას ძალიან უნდოდა და ევროპასთან დაახლოება შემოშვებული ყავდა ირანში უამრავი მისიონერები პორტუგალიელები, ფრანგები, არ ვიცი, ბევრი ქვეყნის გერმანელები, ბევრი ქვეყნიდან და ისინი თავად შეესწნენ აი ამ საზარელ ფაქტს, როგორ ეწამა საქართველოს დედოფალი და არანორმალური რეზონანსი მოყვა ამას უკვე მაშინვე. უკვე იმ ეპოქაში ქეთევანის სახელი წმინდანად იქცა არა მარტო მართლმადებლური სამყაროსთვის და საქართველოსთვის, არამედ აი მთელი საქრისტიანოსთვის და არაერთი პიესა არის ამაზე შექმნილი, გერმანული პიესებია დაწერილი, უამრავი შემოქმედის, არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო შემოქმედისთვის ქეთევანი იქცა ერთგვარ მუზად, სიმბოლოდ, რასაც მერე ბევრმა მთელი თავისი ცხოვრების შემოქმედებები მიუძღვნა და აი ვართ სწორედ ასეთი ერის, ასეთი ხალხის შვილი, მაგრამ აი ხშირად არის ხოლმე და ალბათ უნდა განმეორდეთ ამაში რომ გვაერთიანებს გასაჭირი რომ ურემი რომ გადაბრუნდება ხოლმე მერე გვახსენდება ბევრი რამ და მერე ვხედავთ აი თურმე რა გამოგვივლია თურმე რა ტკივილი გამოგვივლია და თურმე როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აწილება თავის დროზე რომ მოქცეულიყავით გონივრულად და გვეფიქრა სხვანაირად მაგრამ აი მართლაც ეს რაღაც ურმის გადაბრუნება ხანდახან სჭირდება ბოდიში აი ხა მე პირდაპირ ეთერში უყურებს გოგა ლიაშვილი რომ თქვი ავტორი არ ვიცი და აი მართლა გამიხარდა ძალიან და სხვა შორის გამომიგზავნა ფოტო რომელიც მე ვთქვი რომ სიცოცხლეობაში უწმინდესის კურთხევით გოგა ლიაშვილმა პირდაპირზე ჯვარზე ამოკვეთა ეს და მე ვთხოვ ჩვენს პროდიუსერებს და რომ როცა გვექნება უკვე მზად მე საერთოდ ჩვენს ტელევიზიის გვერდში ჩატში ჩავსვი ხა ეს ფოტო და უბრალოდ ვაჩვენოთ და ეს არის ის ფოტო და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ვეთქვი და დიდი მადლობა გოგას რომ ესე უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდება უფრო მეტად საინტერესო იქნება რომ წახვიდეთ და ნახოთ მართლა ეს უმნიშვნელოვანესი ადგილია სხვა შორის პირდაპირ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ადრე სადაც უწმინდესის კურთხევით და მან ბესარიონის რა თქმა უნდა თავკაცობით ჩვენ შევძელით და ეს აღმართეთ ჯვარი რომელიც თავიდან ბოლომდე სვეტი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ალბათ ამ შემთხვევაში ჩვენ მოდი გავუშვათ შემდეგი კი ბატონო თუ იქნება შესაძლებელი რომ ეს გავაკეთოთ და შემდეგი ვიდეო გავუშვათ პირველ რიგში რაც გვაქვს მომზადებული ან თქვათ რაიმე ტიხრის შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი რომ ჩავსვა და შემდეგ დავბრუნდეთ ისევ რა რომ ეს ფოტო ვანახოთ კი აუცილებლად ვანახოთ ეს ფოტოც მართლაც მივხედავ ყოველ შემთხვევაში და ძალიან ლამაზი სანახავი არის მართლაც საოცარი ნამუშევარია მოდი გავუშვათ ამ შემთხვევაში უკვე ლებანიძის ლექსი გვაქვს ხო თუ სწორად მახსოვს შემდეგი მომზადებული სწორედ პრინციპში იმ თემატიკას შეეხება რაც არის ხო მურმან ლებანიძეზე ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ მურმან ჩვენ რატო გვინდოდა ესე აი ტკივილით დევნილობაზე ვსაუბრობდით სხვისი ბატონ პატო ანუ სხვა გახდება ანუ ამ საფრთხეებზე საუბრობდით რომ ვიღაცა სხვა დაიპატრონებს ამ ადგილს და მურმან ლებანიძის შესანიშნავი ლექსია გამ კაც რომელსაც არ ვიცი მე სხვა შორის
მქონდა პატივი მასზე ბევრი რამ მომესმინა ბატონი კოტე მიქაძესგან, რომელიც პირადად იცნობდა და მე არ ვიცოდი ბატონ მურმანზე ამდენი, როგორი ქართველი, როგორი ძარღვიანი, როგორი გულის ტკივილით ისაუბრობდა და ჩვენ ლექსი, რომელიც გავაკეთეთ და ისევ ბატონი კოტეს დამსახურებით, მეუფე ზენონის გალობაზე, ჩვენ ეს ლექსი მე გავახმოვანე პირადად და შევძელით რომ სტუდიაში სადაც ბატონი კოტეს მიწოვით მივედით, გაკეთდა და მომზადა ეს ლექსი და მოდი გავუშვათ ეს ლექსი, სადაც ჩანს სწორედ ისა, ეს 40 წლის უკან დაწერილი ლექსია და სამწუხაროდ ნახე როგორი აქტუალური გახდა დღეს. თუ შეიძლება გავუშვათ ეს. დალათქვით დალამხედრებო გვიან გავიღვიძეთ ბორბლება შვერილი გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი საკუთარ სამშობლოში უბოლი ბავშვები ვართ სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები გვიან გავიღვიძეთ ჭიშკრები დაღებული ტყემალზე თუ არა ხომ მსხედით ჭადარზე რის თავის სუფლება სამშობლო წაგებული მიწები დაყიდული ლეკზე და თათარზე დროდადრო ლამის ტვინი ავასხად სამდე ეს ჩემი წყალჭალა რომ მიაქვს ვისთან მიაქვს წაც თავი გავუპო პრიმიტივს ამდენ ზედ გადავუარო ამდენ ხის თავიანს გვიან გავიღვიძეთ ბორბლება შვერილი გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი საკუთარ სამშობლოში უბოლი ბავშვები ვართ სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები მამის სახლის ჭერო ბაშტეს დაცემულო ციხეს იმაგარეო ლიბოდარღვეულო ციხეს იმაგარეო ლიბოდარღვეულო რა ბევრი ჩამოუშლია ამ სატიალე მიწასა მართლაც აუცარი ლექსი და არ ვიცი, აი ძალიან აქტუალური დღეს, ხო, რომ საკუთარ მიწაზე ვართ მართლაც ობოლი ბავშვებივით და აი ეს ტკივილი დიდმა პოეტმა მურმან ლებანიძემ ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაინახა და აი ეს არის ძალიან სამწუხარო და აქტუალური. სხვა შორის აი მოდი ნუ მოწყდებით მე რა იმ საკითხს რაც რითი დავიწყეთ აი გურამიშვილზე საუბრობდით ადამიანმა რომელმაც ალბათ თავისი ცხოვრებით როგორც ვთქვით დაიტია მთელი ერის და მთელი ჩვენი ქვეყნის ბედი ტრაგიკული ბედი და ალბათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოძახილი მისი ცხოვრებიდან რაც დღევანდელობაში განსაკუთრებით დიდ აქტუალობას პოვებს ეს არის ემიგრაციის ტვირთი იმიტომ რომ დღესაც მრავალი ათასი ჩვენი თანამოქალაქე მოწყვეტილია სამშობლო მიწას, მოწყვეტილია ჩვენი ერის ფესვებს და უცხოეთში უწევს ყოფნა, უწევს იმისთვის რომ ირჩინოს თავი, არჩინოს ოჯახი. ამას თითქოს ქვია რაღაც ნებაყოფლობითი ემიგრაცია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის იძულებითი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავინ საკუთარი ნებით, საკუთარ მიწას, საკუთარ ოჯახს, საკუთარ ფესვებს არ მოწყდება და არ გადაიხვეწება უცხოეთში. ნუ სამწუხაროდ გურამიშვილის შემთხვევაში ეს ემიგრაცია აღმოჩნდა სამუდამო და მას მოუწია იქ დარჩენა, უნდა ვთქვათ, საერთოდ როგორც წავიდა, ხო, ალბათ ემიგრაციაში, აი რო გავყვეთ მის ბიოგრაფიას, ამ ლეკების მიერ მისი გატაცების შემდეგ ის ახერხებს რომ გამოიქცეს ის სხვა შორის ფიზიკურადაც, არა მხოლოდ გონებრივად, ფიზიკურადაც იყო ძალიან ძლიერი, მოხერხებული ადამიანი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მოახერხა მან აი ამ მძიმე ტყვეობიდან თავის დაღწევა, გამოიქცა და შეაფარა თავი თერგის პირას ახალმოსახლე რუსებს, ასე ვთქვათ, რუსების ახალმოსახლეებს, იქ შეაფარა თავი და ამის შემდეგ უკვე ის მიდის მოსკოვში, სადაც უკვე არის გადახვეწილი ვახტანგ მე-6-ე, ჩადის მის კარზე, მის ამალასთან, ასე ვთქვათ, და ხდება მისი ამალის წევრი.
და შემდეგ უკვე იწყება მის ცხოვრებაში ის ეტაპი, როდესაც იწყება მისი სამხედრო კარიერა. აქ საინტერესო არის, რომ აი ეს თაობა, ვახტანგ მეექვსის ამალის თაობა, რომლებიც ჩავიდნენ რუსეთში და მოსკოვში, მათ რა თქმა უნდა ისიც უნდა ითქვას ახლა სამართლიანად, რომ რუსეთის იმპერია საკმაოდ დიდი პატივით დახვდა, მათ შეუნარჩუნდათ ის ტიტულები, ის ასე ვთქვათ, წოდებები, რაც მათ ჰქონდათ, ეს თავადის წოდებები, თუმცა მაინც იყო მათი ყოფა არც თუ ისე მდიდრული, არც თუ ისეთი ფუფუნებით ახსავსე, როგორიც შეიძლება სამშობლოში ყოფილიყო. ამიტომ ბევრ მათგანს და თან მათ არც სურდათ, რომ ესე ტვირთად ყოფილიყვნენ მასპინძელი ქვეყნისთვის და მაგ პერიოდში იქმნება სწორედ რუსეთში, რუსული არმიის შემადგენლობაში ქართველ ჰუსართა პოლკი. ანუ ვახტანგ მეექვსის არმიის ამალის, ასე ვთქვათ, წევრებისგან იქმნება ეს ქართველი ჰუსარების პოლკი, რომელმაც იმდენად ისახელა თავი და ისეთი სახელი შექმნა ქართველების, რომ აი შემდგომ 100 წლეულებში უკვე ჩვენ ვიცით უკვე შემდეგში რუსეთის არმიის რიგებში აღზევებული ქართველი გენერლები, რომლებიც შეადგენდნენ რუსული არმიის ელიტას, ხო? აი მაგალითად პეტრე ბაგრატიონი, რომლის სახელიც ხუხს დღემდე რუსეთში და ყველა მისის ბოროდინოს გმირის სახელი და არა მხოლოდ ისა და არა ერთი საერთოდ ქართველებმა დაიმკვიდრეს რუსეთის სამხედრო წრეებში, როგორც სწორუპოვარი მეომრების და არაჩვეულებრივი სიმამაცით გამორჩეული მეომრების სახელები და აი ეს სწორედ ამ თაობაში, ვახტანგ მეექვსის ამალის თაობაში იქმნება და მათ რიგებში წევრიანდება სწორედ დავით გურამიშვილიც, რომელიც 22 წლის განმავლობაში მსახურობდა არაერთ ბრძოლაში აქვს, არაერთ კამპანიაში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ოსმალების წინააღმდეგ, ისე შვედების წინააღმდეგ, სხვა შორის ხვედაც იყო როგორც ვიცი ჩავარდნილი ერთ-ერთ ბრძოლაში შვედების წინააღმდეგ, შემდეგ მისი გამოსყიდვა მოხდა და აი ეს მძიმე ტვირთი ბოლოს მან დაასრულა იმით, რომ საბოლოოდ მისი აი ამ სამხედრო კარიერის შემდეგ სახლდება თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე, მაშინ ეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და ბოლო დრომდე ის აქტიურად ერთვება მათ შორის უკრაინის გაპარტახებული ომისგან გაპარტახებული უკრაინის სოფლის მეურნეობის აღორძინებაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს. ბევრი ქართველი ახალმოსახლე გაჩნდა ამ პერიოდში უკრაინაში და მონაწილეობდა ძალიან აქტიურად ის აი ამ მეურნეობის ახალი სიცოცხლის, ახალი განახლების აღდგენაში დატოვა ძალიან დიდი კვალი თავად აი რუსეთის იმპერიის და ამ კონკრეტულად უკრაინის მხარის, ასე ვთქვათ, ცხოვრებაშიც. თუ სწორად მახსოვს, აი 2005 წელს უკრაინაში გამოიცა კიდეც მონეტა მისი გამოსახულებით, იმიტომ რომ უკრაინელებისთვისაც ძალიან საპატივსაცემო ადამიანი არის, იმდენად დიდი კვალი დატოვა მათ ცხოვრებაში. აი სწორედ აქ ქმნის ის თავისი ცხოვრების ყველაზე უფრო ალბათ მნიშვნელოვან ნაწარმოებებს და აი ეს ტვირთი ყველა მის სიტყვაში, რაც ემიგრაციასთან, სამშობლოდან მოწყვეტასთან არის დაკავშირებული, ყველა მისი ფრაზა, ყველა მისი სიტყვა ამ ტკივილით არის გაჟღერებული, მას როგორც ჩანს ცხოვრების ბოლომდე ერთადერთი სალოცავი სანატრელი და იმედიც ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან შეძლებდა სამშობლო მიწაში. ის არასდროს მოწყვეტილა საქართველოს და აი ეს ადასტურებს, რომ მიუხედავად აი ამ მანძილისა, რაც აი ყმაწვილობიდან მას უკვე მოუწია ხო ფაქტიურად ქვეყნის დატოვება, ერთი წამით არ შეუწყვეტია ამ ქვეყანაზე ფიქრი და დავითიანი იქნება ეს თუ სხვა ის ლიტერატურული შედევრები, რაც დატოვა, ეს ქართველ ხალხს დაგვიტოვა მან, იმიტომ რომ მან იცოდა და მას ჰქონდა იმედი, რომ მისი სახელი მაინც დარჩებოდა ამ ქვეყანას და მართლაც ასე მოხდა, რომ დღეს ეხა ეს ადამიანი დავით გურამიშვილი თითოეული ქართველისთვის არის როგორც არა მარტო ცნობილი, არამედ სათაყვანებელი და აი თუნდაც მისი დავითიანი, რასაც ვიხსენებთ, რომ ისწავლეს სწავლის მძებნელო, ეს ქართველებისთვის არის დაწერილი, ჩვენთვის არის დაწერილი და შენთქმის არ იყოს, მას არც ხმლის ქნევა ეშლებოდა და სწორუპოვარი მეომარი იყო და მის ეს 22 წლიანი სამხედრო კარიერა ამას ადასტურებს. არაერთხელ არის მარტო უბრძოლია არაერთხელ იმ ლეკებთან და არაერთხელ არის დაჯილდოვებული იმპერატორის მიერ სიმამაცისთვის, ანუ ეს არ იყო უბრალოდ ის, რომ სამსახურში იყო, არა, ნამდვილად გამორჩეული მამაცი მეომარი იყო, მაგრამ სისხლის ღვრებზე ომზე კი არა აქვს მას იმდენი ნაწერი, რამდენიც იმაზე, რომ ისწავლეთ, სწავლა, განათლება, აი ეს არის წარმატების და ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის პირველი გზავა, ასე ხედავდა ის და ნამდვილად რთულია რომ შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ აი ეს ემიგრაციის ტვირთი, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია ქართველი ხალხისთვის, ალბათ აი ყველაზე უფრო საოცრად, ყველაზე უფრო ზუსტად, სწორედ აი მისი ბიოგრაფიიდან არის მის ბიოგრაფიაში გამოსჭვივის, ხო და
სამწუხაროდ ეს ტკივილი დღესაც ძალიან აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. ბატონო და სწორედ ამას ვამბობდით, რომ სხვა შორის დავითიანის თვითონ ამ უზარმაზარი ნაწარმოების, აი ჩვენი განძის ბედიც რაღაც ისე იყო. ძლივს გადარჩა სხვათა შორის და არაერთხელ ბევრჯერ დაკარგულათაც ითვლებოდა და არ ვიცი წყალში ჩაძირულათაც და როგორც იქნა მაინც ჩამოაღწია და ეს ბედიც მაინც არ ვიცი ეს ციგნი მართლა შეიძლება ითქვას მთელი ეს ნაწარმოები ეს განძი მართლაც არის არ ვიცი ღვთის მადლით გამსჭვალული და ასე შემდეგ ჩვენ უბრალოდ მაინც მივდივართ იქითკენ რომ მაინც დავით გურამიშვილმა შექმნა მაინც მისი საოცარი არ ვიცი ნუ ის რაც მან ვაირა კარგი საჩინოთი ჩვენ ვიცით და დღესაც სხვათა შორის და ყოველ პარასკევს განსაკუთრებით და არა მხოლოდ პარასკევს არამედ ყოველთვის ეს დატირება ხო ეს მისი ეს გულწრფელი დატირება უფლის მიმართ საოცარი რამ არის და ჩვენ სანამ გავუშვებთ ამას მე უბრალოდ მოკლე ისტორიას მოვყვები ამასთან დაკავშირებით და მე გავუშვათ ეს უბრალოდ თუ რაღაცა იქნება შესაძლებელი რომ ჩვენ ეს ჯერჯერობით მაინც ცოტა მორიდებითაც მინდა ვთქვა რომ ჩვენთვის მაინც ყველაზე მთავარი არის ის რომ რაც დავიწყე თავიდან გადაცემის დროს რომ მაინც თავარი არის ის რომ მაინც რაღაცა მომენტში ჩვენ ეს ტკივილი გვაერთიანებს ხოლმე ყოველთვის ხო და რაღაც მგონია რომ აი დავითიანი ძალიან ბევრი ვერსია არსებობს დავით გურამიშვილის აი ამ მოთქმის ვაირა კარგი საჩინოს გახმოვანებული მით უმეტეს რაც უკვე ინტერნეტის ეპოქაა ძალიან ბევრი ვერსია არსებობს ბევრი მსახიობის ბევრი ჩვეულებრივი ადამიანის მაგრამ მე მაინც ვიტყვი რამოდენიმე წელს უკან დაახლოებით 2006-7 წელი იყო ჩვენ პირველ არხზე მუშაობდი მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მზადდებოდა ფილმი დოკუმენტური უწმინდესზე და გენიალური შესრულება ეს გალობა დატირება ქალბატონ ნაირა ნაჩხატაშვილის ფონზე მე უნდა წამეკითხა და ნუ რატომღაც მე მქონდა ეგ ბედნიერება რომ ნუ ხუდაწილად გარდა არა მარტო იმისა რომ თქვა პირველზე მუშაობდი მაშინ სხვა ხმაც იყო იქ არანაკლები ჩემზე ნიჭიერი კაცი და საკმაოდ ნიჭიერი კაცი მაგრამ რატომღაც მოხდა ისე შერჩევა კასტი რასაც ქვია მე მომიწია რაღაც ამის გახმოვანება და მართლაც ერთ ამოსუნთქვაში მაშინ ჩვენ ეს მე ეს პირადად წავიკითხე და იმის მერე სხვათა შორის 2006 წლიდან 2011 წლამდე ეს საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. არც ეს ჩემი გახმოვანებული ეს ფრაზა და ნუ ეს ვაირა კარგი საჩინო და მით უმეტეს უკვე ერთად ქალბატონ ნაირა ნაჩხატაშვილზე დადებული. და ამიტომ თუ კი ბატონო ვიდრე ამას გავუშვებთ აი მე უკვე ჩვენ უკვე გვაცნობებენ რომ მზად არის მე თქვი კიდევაც გოგა ლალიაშვილის გიორგი ლალიაშვილის ამოკვეთილი ხატი მე ვთქვი კიდევაც რომ ვიდრე გავუშვებთ მინდა კიდე ერთი მოკლე ისტორია მოვყვე ჩვენ ადრე ვახსენეთ ეს არის ადგილი პირდაპირი ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის შუა ხაზზე 2005 წელს უწმინდესის კურთხევით იქ აღიმართა ჯვარი რომელიც მამა ბესარიონ მენავდა წმინდა ნიკოლოზის მრევლი და მამა ბესარიონის თავკაცობით იყო ეს მაშინ მადლობა უფალს და მადლობა მამა ბესარიონს რომ ჩვენ მოგვეცადა საშუალება რომ წმინდა ნიკოლოზის მრევლმა მივიღეთ ამის გაკეთებაში მონაწილეობა ტერიტორია რომელიც ინახა უწმინდესის მხრიდან მან შეარჩია თავად ადგილი მამა ბესარიონთან ერთად და მე იქ მომიწია რამოდენიმე თვე ცხოვრობდი ჩვენ იქ ვეხმარებოდი ჩემს მეგობარს ბავშვობის მეგობარს და ჩვენი ტაძრის მრევლს დღეს გიორგი ლალიაშვილი გოგა ლალიაშვილი არის საკმაოდ ნიჭიერი კაცი და დღეს ის უკვე ითვლებოდა და ითვლება პატრიარქის და საპატრიარქოს და საერთოდ ქვისმთლელად და მაშინ როდესაც ეს ჯვარი აღიმართა სვეტზე
რამოდენიმე რელიეფი უნდა გაკეთებულიყო რამოდენიმე ბიოგრაფია სახარებიდან სცენა და მე მახსოვს მაშინ როდესაც უწმინდეს თხოვეს მის სიცოცხლეში თხოვა მამან ბესარიონმა რომ გოგა ლალეაშვილს ჰქონდა სურვილი და იყო იდეა მამან ბესარიონის და მათი ორივესი რომ ხატი გამოეკვეთა ხატი გოგა ლალეაშვილს ეს არის ხატი და თუ შეიძლება ვაჩვენოთ ეს ხატი უწმინდესმა მოგცა მისცა კურთხევა როგორც გოგას ასევე რა თქმა უნდა მამან ბესარიონს ეს არის ხატი მის სიცოცხლეში გაკეთებული უწმინდესი ევედრება საქართველოს დიდებას და საქართველოს კეთილდღეობას წმინდა ნიკოლოს პირველი არის წმინდა ნიკოლოსი და მაშინდელი და ეპისკოპოსებს მაშინდელ წმინდანებს ეპისკოპოსებს მაგრამ ეს არის ხატი რომელიც სწორედ ასე არის სწორედ აი ხედავთ ეს არის გოგა ლალეაშვილის გაკეთებული სვეტზე ამოტვიფრული ქვაში უწმინდესი მუხლებზე დავდომილი ევედრება წმინდა ნიკოლოს და სხვა წმინდანებს ეპისკოპოსებს საქართველოს კეთილდღეობას საქართველოს გადარჩენას, საქართველოს ბედნიერებას. და ეს არის ერთადერთი პირველი ხატი, შეიძლება ითქვას, მის უწმინდესობის სიცოცხლეში დაწერილი. მე მინდა ყველას ვთხოვო, ყველა მომლოცვას ეს ადგილი ყველასთვის უკვე ცნობილია. მადლობა წმინდა ნიკოლოზის მრევლს, მადლობა ძალიან ბევრ ადამიანს. მაშინ, როდესაც ჩვენ მაშინ იქ შრომობდით და მუშაობდით, თავიდან სულ რამოდენიმე ადამიანი, მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის მრევლი, შემდეგ შემოგვიერთა ძალიან ბევრი მაშინდელი კი ბატონო ბიზნესმენებიც, მეცენატებიც, მაგრამ მაინც მაშინ არ იყო იმდენად პოპულარული ეს ადგილი, მაგრამ დღეს უკვე ყველა შეგიძლიათ მიხვიდეთ, ყოველ კვირას აქ პარაკლისი ტარდება. მე სამწუხაროდ ხშირად ისე ვეღარ ვახერხებ და ჩემი ბრალია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის საოცარი ადგილი და შეგიძლიათ ჩახვიდეთ, ნახოთ ეს უნიკალური ჯვარი, რომელიც აღმართულია უწმინდესის კურთხევით, ზუსტად პირდაპირ ამიტომ ქვია, ხერთვისში, სადაც მტკვარი და არაგვი ერთდება, მარჯვენა მხარეს, ოდესაც მოვდივარ დასავლეთიდან, შეგიძლიათ ძველი ზუსტად იქ სადაც სვეტი ცხოველი ჯვარი ერთმანეთს უსწორდება, იქ არის აღმართული ეს ადგილი, იქ არის დღემდე ცხოვრობს შესანიშნავი ადამიანი ჩვენი მრევლი წმინდა ნიკოლოზის მრევლი ბატონი პაატა მორჩილი და ძალიან ბევრი ადამიანი იქ ჩადის და ინახავენ ამ ადგილს ლოცვით და მართლა უწმინდესის მადლია აქ თავიდან ბოლომდე შეიძლება ითქვას და აი შეგიძლიათ მიხვიდეთ მოილოცოთ სასწაული ადგილია ყველას ვისაც შეუძლია და ლეგენდის თანახმადაზე ეს არა ლეგენდა ადრე აქ იყო ჯაჭვი გაბმული ქართლის ცხოვრებაში არის ეს ანტიოქიის მონასტრიდან ანუ სვეტი ცხოველიც ვიდრე სვეტი ცხოველიც იქნებოდა სვეტი ცხოვლიდან ჩათვალეთ ეს არის საქართველოში მეორე იერუსალიმი ასული ჯვარამდე იყო ჯაჭვი და ბერები და მონაზვნები ყოველ პარასკევს დღევანდელ დღეს აი ესე ჯაჭვით ხელმოკიდებული ადიოდნენ გოლგოთას ანუ საქართველოში მეორე იერუსალიმად ითვლება სვეტი ცხოველი ხოლო გოლგოთა არის ჯვარი და სწორედ ამ მონაკვეთს გადიოდნენ ლოცვით აი ამ დღეს რა და გაევლოთ ის გზა რაც უწმინდეს ის რაც იესომ გაიარა გოლგოთამდე სანამ ჯვარზე გააკრობდნენ შესანიშნავი ადგილია ჩაბრძანდით ნახეთ და მოილოცეთ ეს იყო და მადლობა კიდევ ერთხელ გოგას შესანიშნავ ადამიანს რომ აი მომეცა საშუალება რომ დღეს ეს ფოტო გაჩვენეთ და ალბათ დასკვნით ეტაპზე გადავიდეთ და შევთავაზოთ მაყურებელს საინტერესო იქნება არა პირიქით ჩემი წინა სიტყვაობა იქნება საინტერესო ამ შემთხვევაში მოკლედ გვინდა რომ გავუშვათ კი ბატონო ეს არის ჩემს მიერ გახმოვანებული ვაირაკარგი საჩინო დავით გურამიშვილის მოთქმა ხმისა არ ვიცი ამაზე ხა ძალიან ბევრ ადამიანს მილიონობით ნახვა აქვს მაშინ დადებულ YouTube-ზე ამ ვიდეოს მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ყველას საქართველოში მყოფს, უცხოეთში მყოფს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველა ქართველს, არა ქართველს, ვინც თავის სამშობლოდ თulis საქართველოს, ვინც თავის მიწაწყლად თulis, თავის მეორე სამშობლოდ თulis თუნდაც ამ ქვეყანას, ყველას უთხრა ვთხოვო შენდობა ბევრ რაღაცაზე და ყველას ვთხოვო რომ თუ რა ერთმანეთთან გვერდზე დგომა გადაგვარჩენს და ის ნაჩვენები, ის დანახული დავით გურამიშვილის სოფლიო შედევრი შექონა ამ კაცმა ნებისმიერი მორწმუნე ნებისმიერი ქვეყნის როცა ისმენს და უყურებს ამას და განსაკუთრებით ქართველები საოცარია რომ გავერთიანდეთ და ცრემლი არ მოგვადგეს კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრა თქვენ ყველას ვინც გვისმენდა და გვიყურებდა ნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული ამ შემთხვევაში ეს ვიდეო დავით გურამიშვილის ვაირაკარგი საჩინო ჩვენს მიერ გახმოვანებული ეს ხმა გალობა ნაირა ნაჩხატაშვილის
დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგილოცოთ წინასწარ უფლის აღდგომა და აღდგეს უფალი ჩვენში, აღდგეს უფალი ყოველ ჩვენ ქართველში, ყველა ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეში და აღდგეს სიყვარულით და ერთმანეთს პატივი ვცეთ ერთმანეთს და გაუფრთხილდეთ ჩვენ სამშობლოს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე ჩვენ 4 შაბათს დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს უსურვებ ჩვენს მაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით. ასევე მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რეჟისორებს, ცოტნეს მარიამს, ყველას ზალს, ვინც ესე დღეს პარასკევს შევაწუხეთ და იმიტომ რომ ქონოდა ეთერი, თბილი, არ ვიცი, ცრემლიანი, გულისწყებიანი ეთერი. დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა, სიკეთეს და მშვიდობას გისურვებთ დროებით. დროებით. ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო მაცხოვნებელი შენ მათი წარმწყმედლად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, 30 ვერცხლად გაკიდეს, ისიც კი განაბნიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო. შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო. მაგრა შეგიკრეს ხელები უფალსა არ აკთნიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. აბაზაგზე და გაგცვალეს, ბარაბა მათი რჩიესო. ურიგო სიტყვა შეკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო. ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო. ყრიმალს ქცეს თვალებ აკრულსა კითხეს ვინ ქცემა თქვიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ბრალი ვერ გპოვეს დაგსაჯეს პილატე მოგისიესო ბრალობის სისხლი თავზე და შვილი თურთ გარდინთხიესო ხელდაბანილთა შოლტით ქცეს მსხვერპლს სისხლი შეურიესო დაგადგეს ეკლის გვირგვინი გოლგოთას მიგიწვიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო შესამოსელი გაგხადეს ქლამინდი მოგახვიესო ჯვარზედ გაგაკრეს ხელფეხთა ლურსმანი გაგიწიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო წყალი ითხოვე მოგართვეს ძმარში ნახვალი რიესო წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო მოგკლეს უბრალო ბრალითა ქვეყანა შეარყიესო მზე დააბნელეს მთვარეცა ვარსკვლავნი დააფრქვიესო თავს კრესტამბელი განაპეს ბოლომდე შუახიესო ჯვარით გარდმოხსნეს წაგგრაგნეს ტილოში წაგახვიესო დაგმარხეს მკვდარსაც არ გემდნენ გარს მცველი შემოხვიესო ქმენ სულ გრძელება მათზე და დასთმე შენ ჩვენთვის ესო არ ვიცი რა თქნეს უგბილთა ავირა შეგამჩნიესო მკვდარს აღუდგენდი კურნავდი კეთროვანს წყალმანკიერსო ბრმას თვალს უხელდი ცისისად არჩენდი ეშმაკიერსო განიკითხევდით გლახაკთა
ასმე ვაჭმევდით მშიერსო, რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო, ორსავ გზას წარფელს წინ უდებდი, ხორციელს და სულიერსო, ამის სამუბქო შენ მათა, სიკვდილსა შეგამთხვიესო. ხმენ, სულ გრძელება მათზე და დასთმე შენ ჩვენთვის. ესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.